ჩინელი მეწარმის და ჩაის სპეციალისტის ლაო ჯინჯაოს ჩაქვში მდებარე სახლი სულ მალე მუზეუმად გადაიქცევა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოში იმყოფებოდა ლაო ჯინჯაოს შვილთა შვილი ალი ხაო და ამ თემაზე თურმე მაღალი დონის შეხვედრების ჰქონია. აპრილის დასაწყისში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები და სპეციალისტები ერთად პეკინში მიემგზავრებიან და მუზეუმისთვის დამატებით დეტალებს შეათანხმებენ. ლაოს ჩინური ჩაის ისტორია კი ასეთია, მოკლედ, მთელს რუსეთში ჩაის ვაჭრობით განთქმული გვარად პოპოვი 23 წლის ჩინელ ახალგაზრდას დიდგვაროვანი ოჯახის შვილს ლაო ჯინჯაოს პირველივე შეხვედრისას თხოვს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და ჩაის კულტურა გააშენოს. ლაო ჯინჯაო მეუღლესთან, 6 შვილთან და 9 სპეციალისტთან ერთად ჩამოდის. რატომ გამოაცხადეს 20 წელიწადში ლაო ჯინჯაო ერის მოღალატედ და რატომ გახდა იძულებული საქართველოს დაეტოვებინა, ეს უკვე რეპორტაჟში ვნახოთ. ჩაის ჩინელი სპეციალისტი და გავლენიანი მეწარმე ლაო ჯინჯაო საქართველოში 1893 წელს ჩამოსულა. თან ჩაის ნერგები და თესლით ჩამოუტანია. უკვე 2 წელიწადში 1895 წელს 4 კილო ჩაი მიუღია. მომდევნო წელს უკვე 40 კილო. ხოლო 1 წელიწადში ლამის 9 ტონა ჩაის მწვანე ფოთოლი. ეს სოფელი საჩინოა. ჩაქვიდან დაახლოებით 3 კილომეტრში. არ არის გამორიცხული, რომ აი ეს ფოტო სახელწოდებით ბერძენი მუშები ჩაის კრეფენ სწორედ ამ სოფელში იყოს გადაღებული. ლაო ჯინჯაოს ცხოვრება საქართველოში 30 წლიან ისტორიას მოიცავს. ეს სახლი 131 წლის წინ სპეციალურად ჩინელი მეწარმისთვის აშენდა. ლაო ჯინჯაოს საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე მოთხოვნა ჰქონია. საცხოვრებელის სახლი, ყოველთვიური არაცხაურება 500 მანეთი, ცხენები მისი მომვლელებით და სახლში მომსახურე პერსონალით. ჩაის კულტურის სპეციალისტი 23 წლის ასაკში შავი ზღვის პირას ამ სახლში ოჯახის წევრებთან ერთად სახლდება. ლაო ასევე უზრუნველყოფს ჩინეთიდან ჩამოყვანილი 9 ჩინელი ჩაის სპეციალისტის პირობებსაც. ეს ლაო ჯინჯაოს საქართველოში ცხოვრების სამსახველი ფოტოებია და მისი ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი პროკუდინ გორსკია. ლაო ჯინჯაო ჩაის პლანტაციაში. ჩაქვის ჩაის ფაბრიკა 1915 წლებში. ჩინელი მეწარმის ანკეტა. ჩაქვის ჩაის ფაბრიკის პროდუქცია. მეჩაიე ბერძნები. ეს ფოტოები ამჟამად ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული. ჩაის ჩინელ სპეციალისტს სულ მცირე დროში აჭარასა და გურიაში ჩაის დიდი პლანტაცია ჰქონია. 1200 მანეთად 10 დესტინა მიწა შეუძენია კაპრეშუმსა და სალიბაურში. მალევე დაუარსებია ჩაის ფაბრიკა, რომელიც ინგლისური აპარატურით ყოფილა აღჭურვილი. ლაო ჯინჯაომ საქართველოში ჩამოსვლიდან 7 წელიწადში იმდენი მოახერხა, რომ 1900 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ლაოს ჩაიმ ოქროს მედალი მიიღო. 20 წელიწადში ლაო საქართველოს დატოვება უწევს, რადგან რუსეთის კომუნისტური მმართველობა მას ერის მოღალატედ და აგენტად აცხადებს. ის უფრო ტრადიციულ მეთოდებს აქცევდა ყურადღებას და ტრადიციული იარაღებს და წინააღმდეგი იყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, მექანიზაციის და საბჭოთა ხელისუფლება თხოვდა რაც შეიძლება იაფი და რაც შეიძლება მეტი პროდუქცია. მის წინააღმდეგი წერებოდა პრესაში არაერთი ცილივწარმებული წერილები და ის უკვე იძულებული გახდა დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის მე-6 კომუნისტური პარტიის სტომა რო ჩატარდა, ის გამოაცხადეს ხალხის მტრად, რომ ის იყო წინააღმდეგი ჩაის აღორძინების, რომ ის იყო აგენტი ჩინეთის და მან უკან წაიყვანა ჩაის აღორძინება საქართველოში. ნუგზარ ყუფარაძე ლაო ჯინჯაოს სახლში დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლები ანასეული სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში მუშაობდნენ. ინსტიტუტმა თანამშრომლების 4 ოჯახი სწორედ ლაოს ორსართულიან სახლში შეასახლა. ბატონი ნუგზარი იხსენებს, რომ ლაოს სახლში ყველაფერი მაღალი ხარისხის იყო, თუმცა პირადი ნივთები არაფერი იყო დარჩენილი. ლაოს სახლიდან 2002 წელს გამოასახლეს, როცა პირველად გაჟღერდა იქ მუზეუმის გახსნის შესახებ. ახლა ლაოს სახლიდან 150 მეტრში ცხოვრობს. მე რემონტი რო დაიწყეს მაგ სახლის. ისინი დაანგრიეს. და ისეთი სისტემა იყო იმ მებუხრეს თვითონ ძალიან გაუგვიდა, ვერ გაერკვა რაღაცა ისეთი დაკავშირებები ერთმანეთთან. დაკავშირებები იყო ხო ერთმანეთში კვამლის საკვამურები და კვამლის გასასვლელი.
როცა ლაო ჯინჯაო საქართველოში დასახლდა და ჩაის წარმოება დაიწყო, ტერიტორიები ჩაქვის საუფლისწულო სამმართველოს დაქვემდებარებაში შედიოდა. ამ შენობაში განთავსებული იყო კვლევითი ლაბორატორიები, აქ იყო აგრონომიული, საინჟინრო და სხვა დარგობრივი განყოფილებები. სამმართველო რომანოვების ზედამხედველობის ქვეშ იყო. შენობა ახლაც ისე გამოიყურება, როგორც მაშინ, როცა აქ ლაო საქმიანი შეხვედრებისთვის დადიოდა. საუფლისწულო მამულის ადმინისტრაციულ შენობაში პირვანდელი სახე შენარჩუნებულია. 2015 წელს ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. ეს ლაო ჯინჯაოს კუთვნილი სამოვარია, რომლითაც ოჯახი ჩაის მიირთმევდა. აქვეა ფაიფური საყვავილეები, ლარნაკები, ეს არის ჩაის გავლენიანი წარმოებლის ცილინდრი. ეს კი იმ ცხენების უნაგირია, რომელიც მას საქართველოში ჩამოსვლისას დაახვედრეს. ცნობილია, რომ ლაო ჯინჯაოს საქართველოს დატოვებისას თითქმის ყველაფერი თან წაუღია. ახლა ბათუმის მუზეუმში ის პირადი ნივთებია დაცული, რომელიც მან საჩუქრად გასცა, ან უბრალოდ ჩინეთში აღარ წაიღო. არც ისაა გამორიცხული, რომ ბევრი ნივთი მან საქართველოში ყოფნის დროს შეიძინა ან საჩუქრად მიიღო. ლაზები ნანილებს ეძახიან, ხის ქოშები, მაღალ ქუსლიანი, ოღონდ ქუსლიც არ არის, ორივე მხარეს რო ქუსლიან. ბოლო დრომდე აბანოებსაც შემორჩა, თბილისის აბანოებსაც და სხვაებსაც. მე არ ვემხრობი, რომ ყველაფერი მაგალითად ჩინურიდან ყოფილიყო გავრცელებული, ან ყველაფერი უცხოეთიდან ყოფილიყო შემოტანილი, იმიტომ რომ აი ეს თემა ისეთია, რომ შეიძლება ადგილობრივადაც ყოფილიყო წარმოშობილი, მით უფრო თავის სახელწოდებით, თავისი ტრადიციული კულტურით საქართველოს გარეთ ცხოვრებ ლაზებში, მე დანამდვილებით ვიცი, რომ ისინი დღესაც იყენებენ ამას. ლაო ჯინჯაოს სახლის რესტავრაცია აპრილიდან დაიწყება. ინტერიერის დიზაინს ჩინელი სპეციალისტები აკეთებენ. სრული სიზუსტით იქნება დაცული საცხოვრებლის ყველა ისტორიული დეტალი. ლაო ჯინჯაოს შვილთაშვილთან უკვე დასრულდა მოლაპარაკებები და ნივთები, რომელიც ლაომ საქართველოდან წაიღო, უკან დაბრუნდება და ბინას ზღვის სანაპიროზე მუზეუმში დაიდებს. ის ნივთები, რომლებიც სხვადასხვა მუზეუმებში არის განლაგებული, თავს მოიყრის ამ მუზეუმში და არა მხოლოდ მუზეუმი იქნება დამთვალიერებლებისთვის, ასევე იქნება მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 3000 კვადრატი ჩაის პლანტაცია, რომელიც ასევე გადმოგვეცემა სააგენტოს, რომ ამ მუზეუმზე იყოს მიბმული და ლაო ჯინჯაოს შვილთა, რომელთანაც გვაქვს მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა, ის თავისი კომპანიიდან გამომდინარე ჩამოიტანს იგივე ჩაის ჯიშებს და გამრავლებს, რომელიც თავის დროზე ჩამოჰქონდა მის პაპას. წარმოიდგინეთ, ეს იქნება ლამაზი ქვაფენილით მოკირწყლული და აქ იქნება კაფე, ღია კაფე, თეთრი მაგიდები, თეთრი ლამაზი კოლგები და ჩაის დეგუსტაცია, რომელიც ზღვის ფონზე ნებისმიერ ვიზიტორს შეიძლება დააგემნოს ქართული და ჩინური ჩაი. ჩაის ჩინელი სპეციალისტი ზღვისპირა სახლი, რომელიც ათეულობით წელია მიტოვებულია ლაო ჯინჯაოს სახელობის მუზეუმად გადაიქცევა. რესტავრაცია ნოემბერში დასრულდება. ეს ლაო ჯინჯაოს ცვილია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბათუმში დამზადდა. ჩინელი მეწარმის გვერდზე ჩაის ბერძენი მკრეფავი ქალის ფიგურა დგას. ორივე იმ მუზეუმში დაიდებს ბინას, რომლის მისამართი ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი, ნინოშვილის 12 ნომერი. დარწმუნებული ვარ, ძალიან გასახარია და განსაკუთრებით აჭარაში უხარია, როდესაც ეს წყლობით მიტოვებული სახლი უკვე ფუნქციას შეიძენს, აქ არაჩვეულებრივი მუზეუმი გაკეთდება, სადაც იქნება ჩაის კაფე და როგორც სიუჟეტში იყო ნათქვამი, შვილთა შვილი ლაო ჯინჯაოს, რომელიც უკვე ჩინეთში ელოდება აჭარის დელეგაციას, როდესაც ჩამოვა, თან წამოიღებს იმ ჩაის ნერგებს, რომელიც თავის დროზე დიდმა პაპამ საქართველოში ჩამოიტანა და გაახარა და რომელმაც პარიზის ფესტივალზე ოქროს მედალი ეყო და კიდევ ერთი უნდა ვთქვა, რომ სხვათა შორის 6 შვილიდან ლაო ჯინჯაოს ერთი საქართველოში გათხოვდა და მისი შთამომავლები თბილისში ცხოვრობენ. ძალიან კარგი რეპორტაჟი იყო გოდერძი, როგორც ყოველთვის და ერთი სული მაქვს ნახო შედეგი, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, რომ ეწვიოთ შემდეგ ჩაგვს და ვნახოთ ეს არაჩვეულებრივი ადგილი.